საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს, მე ვარ თეონა გეგელია. დღეს ვილაპარაკებთ ჰორმუზის სრუტის და მისი ძალიან საინტერესო ისტორიის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, მადლობა ჩვენს გამომწერებს და მათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ არხის არსებობისთვის. ყოველთვის, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ირანის მონაწილეობით კონფლიქტი მწვავდებოდა, ახალ ამბებში გარდაუვლად ჩნდებოდა ერთი დასახელება ჰორმუზის სრუტე. ირანი მუდმივად იმუქრებოდა ხოლმე მისი გადაკეტვით და ხომალდებზე შესაძლო თავდასხმით. ბოლოს და ბოლოს მან ეს მუქარა აასრულა. ბოლო დღეებში კი გაჩნდა ცნობები ამ წყლების დანაღმვის შესახებ. რას წარმოადგენს ეს სრუტე? საქმე ეხება შედარებით ვიწრო საზღვაო გასასვლელს ირანს და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის, მაგრამ ამ ადგილის მნიშვნელობა ბევრად მეტია მის გეოგრაფიულ მასშტაბზე. ეს სრუტე ატარებს მსოფლიოს ნავთობის და გაზის უზარმაზარ წილს, რომელზეც დამოკიდებულია ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა და ზოგადად მთელი მსოფლიოსი. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რა ადგილია ეს, ვის ეკუთვნის ოფიციალურად, როგორ ჩამოყალიბდა მისი დღევანდელი სტატუსი, რატომ ითვლება ეს საზღვაო მონაკვეთი სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად პლანეტაზე და ასე იყო თუ არა ყოველთვის. როგორც უკვე გითხარით, ჰორმუზის სრუტე მდებარეობს ირანს და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის. ჩრდილოეთით ის ირანის სანაპირო ზოლშია, სამხრეთით ომანის და არაბთა გაერთიანებული საამიროების. ეს არის ერთადერთი საზღვაო მარშრუტი, რომელიც სპარსეთის ყურეს აკავშირებს ღია ოკეანესთან. ნებისმიერი ხომალდი, რომელსაც უნდა სპარსეთის ყურიდან ინდოეთის ოკეანეში გასვლა ან ყურეში შესვლა, უნდა გაიაროს ჰორმუზის სრუტე. სხვა გზა პირდაპირი გაგებით უბრალოდ არ არსებობს. სრუტის სიგრძე დაახლოებით 195 კილომეტრია. ყველაზე ვიწრო ადგილას მისი სიგანე მცირდება 33-დან 39 კილომეტრამდე, მაგრამ რეალური ეს სახომალდე მარშრუტები არის ბევრად ვიწრო. მოძრაობა აქ ორგანიზებულია ორ დერეფანში და ორივე სიგანე დაახლოებით 3 კილომეტრია. ერთია იმ გემებისთვის, რომლებიც სპარსეთის ყურეში შედიან, მეორეც მათთვის, რომლებიც გამოდიან. მათ შორის რჩება ბუფერული ზონა. სწორედ ამ ვიწრო გასასვლელებში ყოველდღიურად გადაადგილდება ათობით გიგანტური ტანკერი, რომელსაც მსოფლიო ბაზრებზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მიაქვს ნავთობი. იგივე პერიოდებში ხომალდები ერთმანეთს კუდში მიჰყვებიან. დღეს ჰორმუზის სრუტის სტრატეგიული მნიშვნელობა პირველ რიგში დაკავშირებულია ნავთობთან, მაგრამ ის ნავთობის ტანკერების გამოჩენამდე ძალიან დიდი ხნით ადრე უკვე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერია. ჯერ კიდევ უძველეს დროში სპარსეთის ყურეში გადიოდა საზღვაო მარშრუტები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა შუამდინარეთს და სპარსეთს ინდოეთთან და აღმოსავლეთ აფრიკასთან. ვაჭრებს გადაჰქონდათ სანელებლები, ქსოვილი, მარგალიტი, ხის მასალა და ძვირფასი ქვები. ამ მარშრუტით მიმავალ ყველა გემს უნდა გაეცურა ვიწრო შესასვლელი ყურეში, დღევანდელი ჰორმუზის სრუტის ტერიტორია. შუა საუკუნეებისთვის ეს რეგიონი გახდა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კვანძი. აქ შეიქმნა სახელმწიფო ჰორმუზი, რომელიც აკონტროლებდა ვაჭრობას სპარსეთს, არაბეთს და ინდოეთს შორის. მის პორტებში მოძრაობდნენ არაბი, სპარსი და ინდოელი ვაჭრების გემები. მოგზაურები ჰორმუზს აღწერდნენ როგორც ქალაქს, რომელიც ყვაოდა და მდიდრდებოდა ამ სავაჭრო გადასახადებით. ამ სახელმწიფოსგან მიიღო სრუტემ ჰორმუზის სახელწოდება. მე-16 საუკუნეში რეგიონზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლა დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა. 1515 წელს პორტუგალიელმა ადმირალმა აფონსუ დე ალბუკერკიმ დაიპყრო ქალაქი ჰორმუზი კუნძულზე სრუტეში შესასვლელთან. პორტუგალიელებმა იქ ააშენეს ციხესიმაგრე და 100 წელზე მეტხანს აკონტროლებდნენ სპარსეთის ყურეში შესასვლელს. 1622 წელს სპარსეთის შაჰმა აბას პირველმა გადაწყვიტა სრუტეზე კონტროლი მოეპოვებინა და დასახმარებლად მიმართა ინგლისელებს ოსტ-ინდური კომპანიიდან. მათ ერთიანი ძალით გაყარეს პორტუგალიელები, რის შემდეგაც ვაჭრობის ცენტრმა ნელ-ნელა გადაინაცვლა ირანულ სანაპიროზე ბენდერ აბასის პორტში. მე-18-19 საუკუნეებისთვის ყურეში მთავარი საზღვაო ძალა გახდა დიდი ბრიტანეთი.
ლონდონისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზა ინდოეთისკენ მისი მთავარი კოლონიისკენ. ბრიტანული ფლოტი პატრულირებდა ჰორმუზის სრუტის წყლებსა და ყურეს შესასვლელში, ხოლო ადგილობრივი მმართველები სამხრეთ სანაპიროზე, იქ სადაც დღეს არის არაბთა საამიროები კატარი და ბაჰრეინი, იძულებულები იყვნენ ლონდონთან ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად გადაიქცა ბრიტანულ პროტექტორატად. ბრიტანეთი აკონტროლებდა სრუტეს რეგიონის დატოვებამდე 1971 წლამდე, მაგრამ მაშინ სრუტის მნიშვნელობას განსაზღვრავდა უფრო ვაჭრობა და არა ნავთობი. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც რეგიონში ნახშირწყალბადი აღმოაჩინეს. პირველი საწარმოო საბადო სპარსეთის ყურეში გახსნეს ირანის ტერიტორიაზე 1908 წელს. მას ერქვა მესჯედ სოლეიმანი და უკვე 3 წელიწადში დაიწყეს იქიდან ნავთობის გაჩვენა. მალე გაირკვა, რომ სპარსეთის ყურის ირგვლივ არის გიგანტური მოცულობის ნავთობის და გაზის საბადოები, თითქმის 3 მილიონი კვადრატული კილომეტრის მოედანზე. 1950 წლისთვის საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ აქ იყო ნახშირწყალბადის უნიკალური კონცენტრაცია. საუდის არაბეთში გახსნეს საბადო გავარი, უმსხვილესი საბადო მსოფლიოში 10 მილიარდ ტონაზე მეტი მარაგით. ქუვეითში დიდი ბურგანი 9 მილიარდი ტონით. ნეიტრალურ წყლებში საუდის არაბეთს და ქუვეითს შორის იპოვეს საფანია ჰაფჯი, გიგანტური საზღვაო საბადო. ნელ-ნელა რეგიონი გახდა მსოფლიო ეკონომიკის ენერგიისთვის მთავარი წყარო. მოპოვებული ნავთობის დიდი ნაწილი ექსპორტზე იგზავნება ზღვის საშუალებით და თითქმის მთელი ეს ნაკადი გადის ერთი ვიწრო გასასვლელით, ჰორმუზის სრუტით. სპარსეთის ყურის ქვეყნებს ოკეანეში, როგორც უკვე ვთქვით, სხვა გასასვლელი არ აქვთ. 1970-იანი წლებისთვის რეგიონი გახდა პლანეტის ნავთობის კასრი. მოპოვებამ გადააჭარბა წელიწადში მილიარდ ტონას. სრუტეში გაიარეს პირველმა სუპერტანკერებმა და ცხადი გახდა, რომ ნებისმიერი პრობლემა ამ ადგილას მთელ მსოფლიოზე აისახებოდა. დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც რეგიონს თითქმის 2 საუკუნეს აკონტროლებდა, 1971 წელს გაიყვანა თავისი ჯარი სპარსეთის ყურიდან. გათავისუფლებული ადგილი დაიკავეს ადგილობრივმა მოთამაშეებმა და ახალმა გლობალურმა ძალებმა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 1995 წელს ამერიკელებმა ბაჰრეინში მეხუთე ფლოტის შტაბიც განათავსეს, რომელიც მას შემდეგ პასუხისმგებელია ამ წყლებში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე. საინტერესოა, რომ იურიდიულად ჰორმუზის სრუტე არავის ეკუთვნის, მაგრამ ფაქტობრივად მას იყოფს 3 ქვეყანა. ჩრდილოეთ სანაპიროს აკონტროლებს ირანი, სამხრეთს კი ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ყველაზე ვიწრო ნაწილში, სადაც სრუტის სიგანი არის 33-დან 39 კილომეტრამდე, ირანის და ომანის ტერიტორიული წყლები ერთმანეთს ფარავს. ეს არის დაახლოებით 22 კილომეტრი სანაპიროდან. ნეიტრალური ტერიტორია იქ არ რჩება. ნებისმიერი ხომალდი გადის ან ირანის, ან ომანის წყლებს. სანაოსნო მარშრუტების დიდი ნაწილი, ბევრი შეფასებით, გადის ომანის ტერიტორიული წყლებით. ირანს ეკუთვნის სრუტეში მხოლოდ რამდენიმე დიდი კუნძული. ესენია კეშმი, ჰორმუსი და ლარაკი. ამ კუნძულებზე განთავსებულია მათი სამხედრო ბაზები და გემსაწინააღმდეგო რაკეტები, რის გამოც თეირანი გასასვლელს ფიზიკურად აკონტროლებს. განსაკუთრებული შემთხვევაა კუნძულები აბუ მუსა და დიდი და პატარა ტუმბი. ირანი მათ აკონტროლებს 1971 წლიდან, მაგრამ საამიროები კუნძულებს საკუთარ ტერიტორიებად თვლის და რეგულარულად იწყებს ამ თემაზე დავას. ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ირანისთვის ამ კუნძულებს არ აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. კუნძულები სრუტის ყველაზე ვიწრო გასასვლელთან მდებარეობს, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ირანისთვის, რომ თვალი ადევნოს და თუ დასჭირდა დაბლოკოს ნავიგაცია. არსებობს გაეროსაზღვაო სამართლის კონვენციაც. ამ დოკუმენტით ჰორმუზის სრუტეს საერთაშორისო სტატუსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ტრანზიტული გასვლის უფლება აქ აქვს ყველა ხომალდს და მიმდებარე სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, რომ ისინი დაბლოკონ. ფორმალურად სრუტის ქვეყნებს ეკრძალებათ ცალმხრივად მისი გადაკეტვა. მაგრამ ირანს, რომელმაც ამ კონვენციას 1982 წელს მოაწერა ხელი, ის რატიფიცირებული არ აქვს და ხელმძღვანელობს საკუთარი 1993 წლის კანონით, რომელიც ჰორმუზის სრუტეს 12 საზღვაო მილის ფარგლებში ირანის ტერიტორიულ წყლებად აღიარებს.
მშვიდობის დროს თეირანი იცავდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ უშლიდა ხელს ხომალდების გადაადგილებას, მაგრამ დღეს, როდესაც ომია, ირანელი მოხელეები ამბობენ, რომ ქვეყანას აქვს უფლება იმოქმედოს ეროვნულ ინტერესებში. საინტერესოა, რომ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა კატასტროფაა თავად ირანისთვის. ირანის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. მიუხედავად სანქციებისა, ის მაინც ახერხებს ნავთობის გაყიდვას, ძირითადად ჩინეთზე და ეს ტვირთები სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით გადის. სრუტის ჩაკეტვით ირანმა საკუთარ თავს გადაუკეთა საციცოცხლო მნიშვნელობის შემოსავლის წყარო, თანაც ირანი მხოლოდ ნავთობს არ ყიდის ამ სრუტის გავლით, არამედ იღებს საკვებს, მედიკამენტებს და სამრეწველო საქონელს. სრუტის ჩაკეტვა ნიშნავს ქვეყნის სრულ იზოლაციას, რაც ზრდის შიდა არეულობის და ჰუმანიტარული კრიზისის რისკებს. ზარალდება ჩინეთიც, როგორც ირანის ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი. სრუტის ჩაკეტვა და ნავთობზე ფასების კატასტროფული ზრდა მსოფლიო ბაზარზე ჩინეთის ეკონომიკას ძალიან აზიარებს. გამოდის, რომ ირანი აზარალებს საკუთარ თავსაც და მთავარ ეკონომიკურ მაშულ რგოლსაც. სხვათა შორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი დაიმუქრა, რომ სრუტეს ჩაკეტავდა. პირველად მსგავსი რამ მან თქვა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ერაყთან ომის დროს. მაშინ 1994-98 წლებში სრუტეში ნამდვილი სატანკერო ომი მიმდინარეობდა. ერაყი უტევდა ირანიდან მიმავალ გემებს. ირანი კი პასუხობდა იმით, რომ ურტყამდა ნეიტრალური ქვეყნების ტანკერებს. ამ ომის წლებში 200-ზე მეტი ნავთობმზიდი დაზარალდა. კულმინაცია იყო შეერთებულ შტატებთან შეტაკება. 1988 წელს ამერიკული ფრეგატი აფეთქდა ირანულ ნაღმზე. ამერიკელებმა ამას უპასუხეს ოპერაციით ჩოქელა, წერის სახელია და ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბრძოლა. ამერიკელებმა ჩაძირეს ირანული ფრეგატი და კატერები. იმავე წელს ამერიკულმა კრეისერმა შეცდომით ჩამოაგდო ირანული სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც ემსხვერპლა 290 ადამიანი. ინციდენტები მერეც გრძელდებოდა: ტანკერების დაპყრობა, სამხედრო გემების შეტაკება, გემებზე შეტევები 2019 წელს, მაგრამ სრუტის სრულ დახურვამდე საქმე არასდროს მისულა ცხადია დღემდე. არსებობს ასეთი ამერიკული უწყება ენერგეტიკული ინფორმაციის განყოფილება. ამ უწყების მონაცემებით, ჰორმუზის სრუტის გავლით ყოველდღიურად გადააქვთ დაახლოებით 20-21 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტი. ეს არის დაახლოებით მეხუთედი იმ ნავთობის, რომელსაც მსოფლიო მოიხმარს. ასევე მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი გაზის მსოფლიო ექსპორტის მესამედი. რიგულ წლებში ეს მოცულობა აღწევდა დღე-ღამეში 22 მილიონ ბარელს. ჰორმუზის სრუტიდან გადის ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, ირანიდან, საამიროებიდან და კატარიდან. ამ მარაგების დიდი ნაწილი მიემართება აზიისკენ, პირველ რიგში ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის. მათზე მოდის მთელი ტრაფიკის დაახლოებით 85%. სრუტე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაზის მიწოდებაში. კატარი თხევადი ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ფაქტობრივად, მთელი თავისი გაზი მას გადააქვს ჰორმუზის სრუტის გავლით. ესაა მსოფლიო ბაზრის თხევადი გაზის დაახლოებით 20%. ნავთობის და გაზის გარდა სრუტეს იყენებენ ჩვეულებრივი ვაჭრობისთვისაც. აქ დაცურავენ კონტეინერ-მზიდები, ტანკერები ნავთობქიმიით, გემები საწარმოო საქონლით და პროდუქტებით. დღე-ღამის განმავლობაში პიკურ პერიოდებში სრუტეში გადაადგილდებოდა საშუალოდ 20-25 დიდი ტანკერი და 70-80 სხვა ტიპის გემი. ალტერნატიული მარშრუტები არსებობს, მაგრამ ისინი პრობლემას ვერ წყვეტს. საუდის არაბეთს აქვს მილსადენი წითელ ზღვამდე, არაბთა საამიროებს კი ფუჯეირის პორტამდე, რომელიც სრუტის მიღმაა, მაგრამ ორივე ეს გზა ვერ ატარებს დღე-ღამეში 2,5 მილიონ ბარელსაც კი. დანარჩენი ყველაფერი გადის ამ სრუტით. სწორედ ამიტომ იწვევს მომენტალურ რეაქციას მსოფლიო ბაზრებზე ჰორმუზის სრუტისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხე. სულ მცირე ინციდენტებსაც კი შეუძლიათ მკვეთრად გაზარდონ ნავთობის ფასი, ასევე გადაზიდვის ფასები მთელ მსოფლიოში. დღეს ეს სრუტე ფაქტობრივად პარალიზებულია, როგორც ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი, რადგან ირანი დაიმუქრა, რომ ნებისმიერ გემს, რომელიც შეეცდება აქ გავლას, შეუტევენ.
ოფიციალური მონაცემებით, თებერვლის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, სრუტის ტრაფიკი დაახლოებით 97%-ით შემცირდა. სადაზღვევო კომპანიები აღარ ფარავენ რისკებს გემებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. უმსხვილესი კონტეინერული ხაზები აღარ იღებენ შეკვეთებს რეისებზე სპარსეთის ყურისკენ. მსოფლიო ბაზარი ფაქტობრივად აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც პლანეტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანი პარალიზებულია. შედეგია ის, რომ მთავარი დარტყმა მიიღო ენერგეტიკულმა ბაზარმა. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები. ერაყი და ქუვეითი ფაქტობრივად სრულად ამ მარშრუტზე არიან დამოკიდებულები ნავთობის ექსპორტისას. საუდის არაბეთს და საამიროებს შეუძლიათ გადაამისამართონ ამ მოცულობის ნაწილი მილსადენებზე წითელი ზღვის და ომანის სრუტის პორტებისკენ, მაგრამ ამ მარშრუტებს შეუძლიათ ჩვეულებრივი ნაკადის მხოლოდ დაახლოებით 10%-ის ჩანაცვლება. კრიზისის ფონზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა და ბაზარი არის ძალიან არასტაბილური. გაზთან დაკავშირებით კიდევ უფრო სერიოზული სიტუაციაა, რადგან ნავთობის მოპოვება განაწილებულია ბევრ ქვეყანას და საბადოს შორის. კატარის თხევადი გაზის წარმოება კი ერთ ადგილასაა კონცენტრირებული. ნავიგაციის აღდგენის შემდეგაც სიტუაციის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ალბათ ერთი კვირა ნამდვილად არ ეყოფა. გაზის ფასი მარტის პირველ კვირაში ევროპაშიც და აზიაშიც კატასტროფულად გაიზარდა. ენერგორესურსების მიღმა ამ სრუტით გადააქვთ სასოფლო-სამეურნეო სასუქების წარმოებისთვის ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორებიცაა მაგალითად ამიაკი, გოგირდი, შარდოვანი, რომელთა გარეშეც მოსავლის თანამედროვე მოცულობების წარმოება არის უბრალოდ შეუძლებელი. სპარსეთის ყურის ქვეყნები არიან ამ პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლები მსოფლიო ბაზარზე. ექსპორტთან დაკავშირებული შეფერხებები უკვე აისახა ფასებზე და ამ სასუქების დეფიციტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. შესაბამისად, ფასების ზრდა ენერგომატარებლებზე, სასუქებზე და ტრანსპორტზე პირდაპირ გავლენას ახდენს პროდუქტების ფასებზე და უქმნის პრობლემებს იმ ქვეყნების ცხოვრების დონეს განსაკუთრებით, რომლებიც ისედაც ძალიან ცუდად ცხოვრობენ და დამოკიდებულები არიან სურსათის და სასუქის იმპორტზე. თქვენ რას ფიქრობთ შექმნილ სიტუაციაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ჰორმუზის სრუტის გარშემო? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი და აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს და ახლობლებს, ამით ძალიან დაგვეხმარებით. მე კი მომავალ გამოშვებამდე გემშვიდობებით.